ის კუნძული. საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, დღეს არის ეპშტეინის კუნძული და ჩვენს შემადგენლობაში არის ცვლილება. ზაზა შათირიშვილი დღეს ობიექტურ მიზეზთა გამო არ არის დღეს ჩვენთან, სამაგიეროდ ჩვენთან არის არაჩვეულებრივი ადამიანი, ანალიტიკოსი, მაგრამ ამ გადაცემაში ჩვენ გვაინტერესებს მისი ეს იპოსტასი ნამდვილი და სხვათა შორის ისტორიასთან არის დაკავშირებული ნუკრი შოშიაშვილის საქმიანობა ძირითადი, სამეცნიერო მათ შორის ამდენად ჩვენი სტუმარი არის ნუკრი შოშიაშვილი და ტრადიციულად არის ჩვენი გურამი ნიკოლაშვილი, ასევე ისტორიკოსი, ყოველ შემთხვევაში ამ გადაცემაში მისი ისტორიკოსის ხედვა გვაინტერესებს და დღეს ძირითადი თემა არის ამერიკის შეერთებული შტატები და ის, რაც ხდება მაგალითად კალიფორნიაში და არა მხოლოდ კალიფორნიაში, უკვე არის ნიუ-იორკში გარკვეული შეტაკებები და ასევე ტეხასშიც უკვე ადგილობრივმა გუბერნატორმა ებოტმა თვითონ ჩართო ეროვნული გვარდია წესრიგის დასამყარებლად, ვინაიდან იქაც არის გარკვეული მღელვარება. სანამ დავიწყებდეთ ამ თემებზე საუბარს, დღეს აი რაღაც ნახევარი საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ინგლისის საელჩომ შეწყვიტა გრანტების გაცემა. გავაგზავნებ მე ხლა ამ ნიუსს და ახლა კი გთხოვთ რომ დააჭიროთ ლაიქს ჩვენს Facebook-ზე და YouTube-ზე და აუცილებლად გამოწერეთ ჩვენი გვერდი. აუცილებლად გამოწერეთ რადიო სივრცეს გვერდი და რატომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამას. ვინაიდან რას გულისხმობდა ეს გრანტი და ვინ იყო ადრესატი ამ გრანტების? აი ხა ვთხოვ პროდიუსერს რომ ჩართოს ეს გაჯეტი, ხო? მოკლედ, ინგლისის საელჩოდან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას უნდა მიეღო 100,000 ფუნტი. ლონდა თოლარაიას კანონის უზენაესობის ცენტრს უნდა მიეღო 98,000 ფუნტი, საქართველოს მომავლის აკადემიას უნდა მიეღო 100,000 ფუნტი და 59,000 ფუნტი უნდა მიეღო ტაბულას. აი, უნდა გითხრათ, რომ 50,000 ფუნტი ჩვენ წელიწადში ჩვენი რადიო, ჩვენი ჰოლდინგი ვერ იღებს წლის განმავლობაში. გამორიცხული რა თქმა უნდა გრანტების მიღება, მაგრამ მე გიხსნით გარკვეულ სპეციფიურობას, გარკვეულ სპეციფიკას, რაც გააჩნია ჩვენ მედია ბაზარს. ჩვენი მედია ბაზრის აქტორების უმრავლესობას აქვს ეს გრანტები და ძალიან რთულია კონკურენციის გაწევა, თუ კი შენ არ გაქვს შესაბამის რესურსზე არც გვაქვს პრეტენზია, ყოველ შემთხვევაში ამ რესურსის ნახევარი მაინც. ამდენად დაგვეხმარეთ იმით, რომ ვიცი რომ ხა მრავალი ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ მრავალი ათასი უყურებს ამ გადაცემას, წინა გადაცემას უყურა 9,000 დიდ სივრცეებს, ასევე 15,000 აი წინა გადაცემის ნახვების მაჩვენებელია და ამდენად გთხოვთ ასევე აქტიურად ჩაერთოთ კომენტარებით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ლაიქების წერი და ასე შემდეგ. მოკლედ, აი ბრიტანეთმა შეწყვიტა ეს გრანტები, აქ შეიძლება იყოს მრავალი მიზეზი. ხო, რატომ აძლევდნენ ამ გრანტებს დემოკრატიის განვითარებისთვის? ადგილობრივი არჩევნების მონიტორინგის მისიაც უნდა დაეფინანსებინა, ესე იგი ამ გრანტებით, სწორედ ამიტომ არის ეს ადრესატებში არის მითითებული ეს არასამთავრობო ორგანიზაციები. მაგრამ ვინაიდან როგორც ჩანს არც ამ დემოკრატიის განვითარების აქტორების იმედი არ აქვს დიდად ან ბრიტანეთს იმდენად სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს რომ გადაწყვიტა რომ შეემცირებინა ეს გრანტები, ხო, შეიძლება ამაზე მეტყველებდეს. სხვათა შორის რიუტეს აქვს გუშინ გაკეთებული ძალიან საინტერესო განცხადება ბრიტანეთის მისამართით ზუსტად. თქვა შემდეგი რომ თუ კი ბრიტანეთი არ გამოყოფს შესაბამის კონტრიბუციას, რაც ითვალისწინებს 5% თავისი მთლიანი შიდა პროდუქტიდან, ხო, ეს ნატოს საერთო ყურადღებაში, მათ მოუწევს რუსული ენის სწავლა.
ხოლმე როგორც ჩანს ინგლისელებმა იფიქეს გადაწყვიტეს რომ მათ არ უნდათ რუსულ ენის სწავლა და გადაწყვიტეს რომ შეემცირებინა მსგავსი გრანტების მოცულობა სხვადასხვა ქვეყნებში. რა თქმა უნდა საქართველოს არ იქნება ერთადერთი. და მოდით ახლა დავუბრუნდეთ ძირითად თემას, ისევ იმეორებ, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, თქვენ იცით რომ კალიფორნია ბრძოლის ასპარეზად არის გადაქცეული უკვე ერთი კვირის განმავლობაში აქ ხდება ეს არეულობა ტრამპს აქვს შეყვანილი 5,000-მდე ჯარისკაცი, ანუ ეს არის ეროვნული გვარდიის ნაწილები, რომელიც რაღაცა შიდა პოლიციის ფუნქციას ასრულებს და გარდა ამისა საზღვაო დესანტიც კი შეიყვანა იმდენად გაუარესთა ვითარება. სხვათა შორის სან-ფრანცისკოს სასამართლომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება და უარყო კალიფორნიის გუბერნატორის საჩივარი, რომელთაც ის მოითხოვდა კალიფორნიის შტატიდან სამხედროების დაუყოვნებლივი განდევნა, გაყვანა. ვინაიდან მას მიაჩნია ეს არაკონსტიტუციური ქმედება, რაც ტრამპი ახორციელებს. ამდენად ტრამპი გააგრძელებს სპეციალურ ოპერაციას კალიფორნიაში, რომლის მიზანიც არის არალეგალური მიგრანტების და კრიმინალური ელემენტების დაპატიმრება და მათი შემდგომი დეპორტაცია. ეხლა მე გთხოვთ გვიჩვენოთ მეორე ვიდეო, სადაც არის CNN-ი როგორ აშუქებს, მაგრამ რას აშუქებს? აშუქებს კვლევას. საქმე ის არის, რომ არის ჩატარებული კვლევები და ტრამპის რეიტინგი მკვეთრად არის გაზრდილი, აი ამ საემიგრაციო საკითხებთან დაკავშირებით. გურამი ესე იგი ეკოს ფუნქციას ასრულებს. ნიუსომმა წააგო ეს სასამართლო, როგორც უკვე გითხარით და ამის მიუხედავად ის არ ჩერდება, ის აგრძელებს სხვადასხვა მიმართვების ჩაწერას, მიმართავს მათ შორის კალიფორნიელებს, ახლა უკვე მიმართავს მთელ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს და ადანაშაულებს ტრამპს ანტიმიგრაციული არეულობების გაღვივებაში და აქტიურად მოუწოდებს იმას, რომ დადგნენ დემოკრატიის სადარაჯოზე, რომ დემოკრატია საფრთხეში ეს ძალიან ნაცნობია, ეს რაღაცების მაგონებს პერმანენტულად არა მხოლოდ ეს, არამედ სხვა ჩანართებსაც მოგახსენებდა თქვენ თვითონაც დაასკვნით. მოკლედ, მოდით ახლა შევეხოთ ამ თემას. მით უფრო რომ როგორც გითხარი, სან-ფრანცისკოში, ტეხასში ეს რაღაცა გადადის ეს არეულობა, იქაც უწევთ ფედერალურ მთავრობას გარკვეული ძალისხმევების განხორციელება. ამ არეულობის შესანარჩუნებლად, ამასთან გეტყვით, რომ 14 ივნისისთვის ეროვნული ჯარის დღეა, რაღაც იუბილეო თარიღია. ამას რატომღაც დაემთხვა ტრამპის დაბადების დღე და ლიბერალებმა დაამთხვიეს, დაანონსეს საერთო ეროვნული შეურიგებლობის აქციის მოწყობა. სახელწოდებით No Kings და უნდა დაანახონ ყველას თუ რას წარმოადგენს ნამდვილი დემოკრატია. მოკლედ, აი ამ ფონზე რომ მას უწევს ძალიან რთული მოლაპარაკებების წარმოება სავაჭრო ომის კონტექსტში ჩინეთთან, აი დღესაც და ხვალაც ესე გაგრძელდება ეს რაუნდი. იგივე არის ძალიან რთული მოლაპარაკებები ირანთან, ბირთვულ დოსიეზე და ანუ სხვა საკითხებზე. ეს ყველაფერი ხდება რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე და ტრამპი იღებს გადაწყვეტილებას და პრაქტიკულად იწყებს ამ ქმედებით, რამდენად თვითონ იწყებს სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მისი ქმედებებით არის გამოწვეული რაღაც შეტაკება, რომელიც არის ძალიან სერიოზული, რომელმაც მოიცვა რამდენიმე კერა, რამდენიმე ქალაქი კალიფორნიაში და გადადის უკვე სხვა შტატებში, რა თუნდოდა ეს ტრამპს. მოდი. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ ამას წინ უძღოდა ჩვენ ზუსტად აი რამდენიმე დღის წინ მალევე ჩვენი გადაცემა წინა კვირაში გავიდა, მე მგონი მეორე დღესვე იყო ეს, რომ დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის გაყრა, შეიძლება ესე ვთქვათ.
ისაც მას მიაყენეს მე ერთმანეთს რაღაცა ის როლის ტალახი ბოლოს რაღაცა გაიყარნენ იმან დაამთავრა მუშაობა იმ თავის დოჯში და წამოვიდა და ჩვენ მოვისმენთ ურთიერთბრალდებები საოცარი ფორმით 5 ივნისი საერთოდ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღი შეიძლება იყოს მიმდინარე პოლიტიკურ სეზონში ამ დღეს გადადგა ამერიკის ელჩი აღმოჩნდა რომ სწორედ ამ დღეს ჩვენთვის გვიან გახდა ცნობილი მიმდინარე კვირაში მაგრამ სწორედ ამ დღეს დაინიშნა საქართველოს ელჩი მიიღო აგრემანი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოსული იყვნენ აქ სენატორები მე მგონი რუსთავიოზე წავიკითხე იყო ვიზიტი სხვა რაღაც ამერიკული დელეგაციის და ეს ყველაფერი უძღოდა წინ ამ რაღაცნაირად დაძრულ გადატვირთვის პოლიტიკას და ეს დღე იყო ამითი ღირსშესანიშნავი რომ ამერიკაში იწყება ეს დიდი გაყოფა. პირველი დაბეჭდილება რაც მაშინ დამრჩა არის ის რომ ერთგვარად ის ახალი ძალები რომელიც ტრამპის უკან დგანდა შესაძლოა პერსონალურ დონეზე მართლაც იყოს რაღაც ოდნავი განსხვავებები და ტრამპს კონდეს თავისი აჯენდა მაგრამ ჩვენ ვიცით რომ არსებობს ესე ვთქვათ ტექნოლოგიური გარგების დღის წესრიგიც ეს გაყოფა მე დამაინტერესა ერთმა რაკურსი, ბევრი განზომილება აქვს, მაგრამ ერთი რაკურსი არის ისო წმინდა მარკეტინგული სვლა. ეს არის რომ წარმოიდგინოს მენელმა Coca-Cola-ის და Pepsi-Cola-ის ბევრ ბრენდზე შეიძლება ესეთი ბინარული დაპირისპირება მარკეტინგული სტრატეგია. რა, როდესაც თქვა შენ დგამ რომელიღაც აპარატს თუ გვერდზე მეორეს მივიგავ ისინი კონკურენტები კი არიან. ეს ზრდის მოხმარებას. ანუ პრაქტიკულად ამ დაპირისპირებით ადამიანებს უთხრეს რომ დემოკრატები და ეს რაღაც გაკოტრებული ლიბერალური დღესწრიგი დამთავრდა. ეხლა ამ ორიდან დაერჩიო რა. კონსერვატიული ტრამპიდან და რაღაც ფუტუროლოგიური მასკიდან. ხო ესეა და აი ეს ამ ორი არჩევანის შემოთავაზება და აი სპლიტის ამერიკულად რო ვთქვათ, დაწყებამ პრაქტიკულად შესთავაზა ამერიკულ საზოგადოებას არჩევანი, რომ ვისკენ ხარ შენ, საით მიდიხარ, რომელი მომავლის ხედვა და პროექტი გაწყობს და ეს მარკეტინგში მაგალითად დღესაც კი თავისი იმ Truth Social-ზე დადო ტრამპა რაღაცა ესეთი აბსურდული ვიდეო, რომ აი ტრამპი და წლები იცვლება და რაღაც 1000, 2000, 10000 წელი და ნუ ტრამპი სამუდამოდ ესე ხდება, ხო? ეს ხა ეს ერთგვარად კომიკური მიდგომა პოზიციონირების აღწერა სრულად ახდენს, ხო გესმით და ეს იყო სურათი, რომლის შექმნას და კონსტრუირებას ნელ-ნელა დაიწყო, იმიტომ რომ ეს პოლიტიკა დიდი ხანი არის უკვე არის ერთგვარად შოუდ გადაქცეული და ჩვენ რეალურად გვიწევს და გაჟღენთილი კონსპირაციებით, მაგრამ ჩვენ გვიწევს შედეგებით მსჯელობა, ხო? შედეგად რას ვიღებთ ჩვენ აქედან. და ვიღებთ სწორედ იმას, რომ როგორ მიმდინარეობს ამერიკაში მთავარი მდგენელი რაც არის, როგორ მიმდინარეობს პერესტროიკა, რა ძალები მოდიან წინ, ვისი მოწონება იზრდება და უცებ ჩვენ აღმოჩნდით სამყაროში, სადაც ცენტრალურ საკითხად გახდა ტრამპისა და მასკის დაპირისპირება, ხო? შემდეგ მალევე მოყვა მაგალითად მასკის მამა მოსკოვში ვიზიტით. ანუ ბევრი მდგენელი ჩდება, რაც აი ამ სურათს უფრო თანდათანობით დაიწყო ამ ორმა სამყარომ გაყოფის მერე კრისტალიზება და საერთოდ გაქრნენ ეს ლიბერალური დღისწესრიგიდან. აი თუ ხო, აი როგორც კი აი თუ გაქრნენ, იმ წუთშივე ჩვენ დავინახეთ მათი დაბრუნება, ძალიან მალე, 2-3 დღეში უკვე პრაქტიკულად ემიგრაციის თემაზე იწყება ეს გამოსვლები და ჩვენ ვხედავთ პრაქტიკულად არეულობებს, რომელიც აი ჩნდება, როგორც ჩვენს მიტინგებზე ჩნდებოდა ფეიერკების კონები, იქ ჩნდება პალეტები აგურებით. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან რაღაც წესრიგის დამყარებას, უწოდებენ ადგილობრივი ხელისუფლები, რომ ეს არის მშვიდობიანი პროტესტები, ხო არ გეცნობათ რაღაც მიდგომა, ხო? ლაპარაკია იმაზე, რომ ეს არ უნდა ჩაერიოს არავინ გარედან და ეს რაღაცა მათი საქმეა და ეს ტრამპს რეალურად აძლევს იმას, რომ მისი დღესწრიგი ესე ვთქვათ, შევიდეს იმაში, რომ არა, კონსტიტუცია უფრო მაღლა დგას, წესრიგი და ჩვენ ხედავთ უკვე ამ დაპირისპირებას და აი ამ ფონზე სულ რაღაც დღეს ბოლოს უკვე მასკი იძახის, ანუ რაღაცა იღებს პაუზას და ამბობს, რომ არა, მე მგონი გადავამლაშე ტრამპთან მიმართებაში, ხო? ანუ ჩვენ უკვე ვხედავთ საერთოდ სხვა განზომილებას თანამედროვე პოლიტიკაში, ეს არის დღისწესრიგების ჭიდილი, ესე ვთქვათ რა. ამ კუთხით ამერიკულმა პოლიტიკამ რაღაცნაირად ერთის მხრივ ჩვენ ვართ წინ, იმიტომ რომ იქ ხდება რაღაცები, რაც ჩვენთან უკვე მომხდარია. ჩვენ მაგალითად წინ ვართ კანონმდებლობის საკითხში, ჯერ ჩვენ ვიღებთ ისეთ კანონებს, რომელიც აი უბრალოდ საღი აზრი ბადებს, სხვანაირად შეუძლებელია და ამერიკა ეხლა ეწევა თანდათანობით რაღაცებს. სადღაც ბევრად ჩვენზე წინ არიან, მაგალითად გერმანიაში Facebook პოსტების გამო უკვე პირდაპირ დაძდევენ ადამიანებს, ხო, რომელიც ცდება იმ გამოხატვის თავისუფლებას. ამაზე არ გამოგიყენებია ეროვნული ჩვენთან ჯერ აი ეს არ არის ჩართული, მაგრამ
სამაგიეროდ ჩვენ მივიღეთ კანონმდებლობა მაგალითად ნიღბების აკრძალვაზე, თუმცა პრეცედენტი სადაც ყოველთვის არსებობს ამერიკა ეხა მიხვდა ამას. ხვალ დაიწყება იქაც ალბათ ეს ფინანსური ჯარიმები. ანუ სოფლიო თანატანობით ამ დისწესრიგში აღმოჩნდება, რამაც ჩვენი ქართული ხელისუფლების პოზიციონირება ერთობ გაამყარა, იმიტომ რომ ქართველი მარტო იმას კი არ უყურებს, რა თქვა ხელისუფლებამ და მე რა თქვა მისმა ოპონენტმა ქვეყნში, ის იღებს დღევანდელ გლობალისტურ საინფორმაციო ველში, ის იღებს ინფორმაციას გარედანაც რა ხდება კაპიტალისტურ ქვეყნებში, ესეთი ანეკდოტს დავესოცხოთ, ხო? ხო და ამ შემთხვევაში აღმოჩნდა რომ ხდება არა პირიქით, არამედ ზუსტად იგივე და ძალიან საინტერესოა იდენტური ხელწერები, რაც იქ ხდება. ჩვენთან ხდება ის, რომ შემდეგ ამერიკის საელჩოს აი ამ ცნობილი ბოლო праვალ როგორ არის ჩავარდნის გამო, მაგრამ ის პრავალი უფრო მზვერაულად კიდე სხვა ტერმინია. ამის შემდეგ როცა ამას მოყვა ელჩის პოლიტიკური ლიკვიდაცია, რეალურად ეს ესტაფეტა გადაიბარა ბრიტანეთის საელჩომ და ძალიან საინტერესოა ის ნიუსიც მოუყევი ჩვენს მსმენელს, რომ ანუ არჩევნები, რომელსაც პოლიტიკური პარტიები უცხადებენ ბოიკოტს და სრულიად პოლიტიზირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ grants, ანუ პირდაპირ დაფინანსებას ჩათვალეთ, იქ არანაირი კონკურსი არ ტარდება სინამდვილეში, იმისათვის რომ დააკვირდნენ ბოიკოტირებულ არჩევნებს აქტორები, ანუ მხარეები, წინასწარ განსაზღვრული ჩარჩოთში და დარწმუნებით, რომ წინა არჩევნებიც გაყავდა, ანუ ეს აპრიორი უნდა გაყავდეს სინამდვილეში, ესენი არიან მაძებართა ჯგუფი, რომელსაც უნდა იპოვნონ აუცილებლად რაღაც მტკიცებულებები და გაბერო. და თუ ეს მტკიცებულებები არ არსებობს, იმიტომ რომ არანაირი არჩევნები არ ყავდება, მაშინ მათ ეს უნდა შექმნან. ამის მაგალითი ჩვენ ვიხილეთ ასევე განკვირაში, როდესაც ჩვენ ნახეთ სპექტაკლი ნაცმოძრაობის თავმჯდომარის ოჯახის შესრულებით. სხვათა შორის არ არის გამორიცხული თვითონ თავმჯდომარე ამ გოგომ. არც იცოდეს იმასაც დაუდგეს ეს სპექტაკლი, ფსევდო გატაცება, ვითომ რაღაცა თეთრი ძაფით ნაკერი სისულელე, ძვირადღირი კრიტიკას ვერ უძლებს. ანუ როგორ შეიძლება ვიღაცამ ჩაიფიქროს ადამიანის გატაცება რაღაცა მიზნის მისაღწევად, რომელიც უბრალოდ მიუღწეველი იმ წუთშივე იშიფრება. ანუ ვიდეოს გაწერინებ, ეხლა მეშინა გადებინებ და 5 წუთში გამოდიხარ და იძახი რომ უი არა ძალიან ანუ აი ამ აბსურდის დაჯერება ის უნდა და ჩვენ ხედავთ კიდევაც რომ ამას არანაირი საზოგადოებრივი რეზონანსი არ მოყვება. ეხა ერთ ასპექტსაც ვიტყვი და დავასრულებ, საინტერესო არის კიდევ ერთი მსგავსება. 26 ოქტომბრის არჩევნების მერე, როდესაც ჩვენ ვისმენდით ამ თხზულებებს, ვითომ ფსევდო გაყალბებაზე და ესე დარბოდნენ ენა განმოგდებული მითითებებით, რომ აბა იქნება რაღაცა იპოვოთ, ჩვენ გვახსოვს ეს დასავლეთიდან მოწოდება, ნუ რას იპოვიდნენ და ხან გაჟონვას ეძებდნენ და ხან 300,000 მზეციურ ხმას. ამის შემდეგ უბრალოდ უმარტივესი ტესტი დადგა ქვეყანაში, რომ ანუ არავინ არ გავიდა. ყველამ დაინახა, რომ ეს არის აბსურდი და ეს მიტინგები, აქტივის მიერ ჩატარებული მიტინგები მალევე მიინავლა. შემდეგ არსებობს დიდი კითხვა, რომ მოხდა 28 ნოემბერი, რატომ მოხდა ეს და მე დღემდე უხსნი ხოლმე ადამიანებს, რომ ეს არ იყო ქვეყნის შიგნით განხორციელებული. ეს იყო პასუხი დასავლეთის მიმართ, რომელმაც ცეცხლი დაასხა და ამ შემთხვევაში ღიად შეუწყო ხელი აქაურ ბოიკოტს და პროტესტს და შემდეგ ეს აუცილებლად უნდა ყველას ახსოვდეს, რომ მოხდა პარლამენტის შეკრების შემდეგ, ანუ პარლამენტის შეკრებას და აღიარებას ისინი შეხვდნენ გულგრილად და მათ გადაწყვიტეს ცივი ომის მეთოდით აი ამ კრიზისის გახანგრძლივება, რომ მე თავისთავად ეს მდგომარეობა გახდებოდა პრობლემური. რასაც დაასწრო ხელისუფლებამ თქვა, რომ იცი არა, ესე არ გამო, არა ან ესე რაღაც შუალედური გაჟეჟილ მდგომარეობაში აქ პოლიტიკური სიტუაცია ვერ იქნება. ეს იყო დემარში მათ წინააღმდეგად თქვენ თუ არ აღიარებთ ამ პარლამენტს, ხო ხდებით არ თანამშრომლობთ. ანუ ეს პარლამენტი 28 წლამდე, მაშინ 28 წლამდე აქ პროცესი წავა სხვანაირად. რა თქვენთან თანამშრომლობის გარეშე. ეს იყო ნათქვამი. მაგრამ ამუშავდნენ შემდეგ ის ძალები. აი ესეთი დაფინანსებული პირდაპირ გრანტებით ძალები, რომლებიც ახლა იქიდან ბევრ ჯერა კიდევაც რა თქმა უნდა ამაჯერს 10 წლეულებია ამ მიმართულებით ესე მუშაობენ და სამყაროს სწორედ ამ რაკურსში ხედავენ. ეს სამყარო ახლა იცვლება დასავლეთში და იქაც ესენი ვერ აღიქვავენ. მხარეები არიან, მაგრამ ჩვენთან ეს სამყარო ესე ვერ მიიღეს ესე და შემდეგ ის ნახეთ პროცესი ქუჩაში, რაც წარიმართან მივიღეთ. ანუ იგივეს ხედავთ ჩვენ გარკვეულწილად ამერიკაში და გული ვიტყვირას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ხო ძალიან ცოტა იყო ვინც იძახდა უკრაინის ომთან დაკავშირებით რომი დაიწყება, ყველას ეგონა აბსოლუტურ უმრავლესობას რუსეთი ამას არ გააკეთებდა, რაციონალურად უყურებდნენ, მაგრამ მეც მათ შორის ვერ წარმომედგინა, მაგრამ აი აქ ბევრი ამბობდა, რომ იმდენად
კაფიუარი განწყობა ამერიკაში თუ ტრამპი ვერ მოიგებს არ არის გამორიცხული და ნახოთ ჩვენ სამოქალაქო ომი და ცოტა ადამიანებს უკვირდათ რომ ამერიკაში ამ დემოკრატიის რაღაც ოაზისში სამოქალაქო ომი ასეთი დაპირისპირება ერთგვარად თითქოს წარმოუდგენელი იყო მაგრამ ტრამპმა გაიმარჯვა და ის რასაც იძახდა ქართული ოცნება რომ ეს ძალები ემზადებოდნენ ქვეყნის შიგნით ამ კრიზისს, ანუ ეს პროცესაც 28 ნოემბრიდან მოხდა, მაინც მოხდებოდა. უბრალოდ უფრო მოსახერხებელ საბაბს ეძებდნენ. აი ეს რაღაცნაირად დაპირისპირება, რომელიც იქ საზოგადოებაში არის, ტრამპის გამარჯვებამ ერთგვარად რაღაცნაირად ის გამოიყვანა წყობიდან, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ეხა იგივე ძალების ამოქმედებას და პრაქტიკულად იმ სამოქალაქო ომს, ხო? თან განსხვავებით საქართველოსგან, სადაც მაინც იარაღის მიერ სხვა ტიპის მეხსიერებაც არსებობს დამოკიდებულებასთან, თუმცა ეს ლეგალურიც არ არის, ხო? შეიძლება სახლში შენახვით, ალბათ ბევრს აქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამის გამოტანის სიტუაცია არ არის. იქ ამერიკაში ჩვენ ნახეთ კაპიტოლიუმზე შეტევაც, იქ ჩვენ ვიცით რომ უამრავი ცხელთავიანი ადამიანი ცხოვრობს და გაძგილია ჩვეულებრივი ადამიანებიც კი იარაღის ფლობა და ტარება და გამოყენება არის ჩვეულებრივი ამბავი და კაცმა არ იცის, ამიტომ იქ რა მოხდება. ამიტომ ჩემი აზრით, ჩვენ რასაც იქ ამერიკაში ვხედავთ, ეს არის ექო აი გაყოფილი საზოგადოების, ეს არის მიუღებლობა, იმიტომ რომ ტრამპ ინაუგურაციის შემდეგ გახდა ძალიან აქტიური და მან გადადგა ნაბიჯები, რომელზეც არანაირი არ იყო ნათქვამი არჩევნებამდე და შესაბამისად მას აქვს მკვეთრად გამოხატული ეს დომინაციის სული და დემოკრატები ხვდებიან, რომ დროა გადატვირთვის, მათ ჯერ დაიწყეს ბაიდენის, ესე ვთქვათ, აბსოლუტურად აღიარებით, იმ ბრალდებებით, რომ ბაიდენი არ მართავდა, მათ ეს აღიარეს, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ ვხედავთ გადატვირთვის აი ამ ფორმას, ანუ პერესტროიკა, ტრამპის გამარჯვება ერთგვარად გამოიწვია ის პროცესი, რასაც ახლა ჩვენ ეროვნული მოძრაობა. ამიტომაც გამოდიან მომიტინგეები მექსიკური დროშებით. ნუკრე. მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ წინა კვირას ერთი მნიშვნელოვანი რაღაც მოხდა. ჩინეთმა შეაჩერა ამერიკიდან უნდა იყიდა სიმინდის რაღაც რაოდენობა, რამაც პირველ რიგში დაარტყა ტრამპის ამორჩევლს. ჩინეთი აქტიურად და აბსოლუტურად ჩუმად ერთი მხრივ და აქტიურად ციფრებით, სტრატეგიით ქმნის ისეთ რეალობას, რომელიც პრინციპში ამერიკა სათანადოდ ვერ პასუხობს. ის კრიზისი რა კრიზისი დღეს არის ამერიკაში გამოწვეულია ერთი მნიშვნელოვანი რამით, რომ ტრამპს უნდა და ზოგადად ამერიკელებს უნდათ ურთიერთსაწინააღმდეგო რაღაცეები. მაგალითად, ერთდროულად უნდათ რომ იყვნენ ფინანსური ცენტრი და ინდუსტრიული ცენტრი. არ გამოდის ერთდროულად ფინანსური და ინდუსტრიული ცენტრი. თუ შენ გინდა რომ ინდუსტრიები დააბრუნოს, შენ გჭირდება ემიგრანტები, როგორც იაფე მუშახელი. თუ შენ არ გინდა ეს, ხო, მაშინ ინდუსტრიების გადმოტანა არ არის ბუნგებიანი, იმიტომ რომ ის ამერიკის მოქალაქეები საკმაოდ ისეთი მოთხოვნადი მუშახელი არის, ესე ვთქვათ, ძვირადღირებული მუშახელი არის და კომპანიები არ ჩქარობენ ჩინეთიდან წარმოიღონ ეს ინდუსტრიები, აზიიდან წარმოიღონ ინდუსტრიები. რაც ქმნის შიდა რაღაც გაუგებრობას და გადაულახავ წინააღმდეგობას. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ამერიკას ერთდროულად უნდა რომ დარჩეს გლობალურ მოთამაშედ და მეორე მხრივ იზოლაციონიზმისგან გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი ხო. კიდე ერთი მნიშვნელოვანი მომენტი დოლარის საკითხი. თუ შენ ინდუსტრია გინდა და ინდუსტრიული პოლიტიკა გინდა რომ აწარმოო, შენ დოლარი უნდა გაიაფო სხვა ვალუტებთან მიმართებით. ამას აპირებს კიდეც. ამის დაცვად რა ხდება? ამის დაცვად შენ ტრამპი ამ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპამდე ხელოვნურად სატარიფო ომით ახდენდა მის განაჩინებზეა საუბარი და ისეთ კონკურენტებს. არამედ მის მოკავშირეების წინააღმდეგ იყენებდა, როგორც არის კანადა, როგორც არის ევროპული სახელმწიფოები, ხო? და ეს ქმნის შიდა წინააღმდეგობას. სწორედ ამიტომ, როდესაც ახლა ციფრულ ფულზე დაიწყო საუბარი და ჩინეთი აქტიურად აკეთებს ამას, ჩინურ ციფრულ ფულზე აქტივებს და აქციებს ყიდულობს ევროპული სახელმწიფოები. საფრანგეთმა იყიდა, ჩადო საკუთარი ფული და ნდობა გამოუცხადა. ეს რაც ნიშნავს, რომ ეტაპობრივად ნდობა დოლარის მიმართ ეცემა და ეცემა არა წრულ ქვეყნებთან, შეერთებულ შტატების წრულ ქვეყნებთან, არამედ მოკავშირეებთან ეცემა. ეს ამ თავარი მომენტი. და ეს შიდა წინააღმდეგობა ქმნის იმ სიგიჟეებს, რასაც ჩვენ ხედავთ. იმიტომ რომ ყოველთვის გამოსავალი ამ შემთხვევაში არის,
რომ ან ერთი მიმართულებით უნდა წახვიდე, ან მეორე მიმართულებით უნდა წახვიდე. შეერთებული შტატები ეხლა ვცდილობთ რომ ორივე მიმართულებით წავიდეს და ვერც ერთ მიმართულებით საბოლოოდ ვერ მიდის. იქნება საშინელი წინააღმდეგობა. ამის გარდა მინდა კიდევ ერთი რამ თქვა, სამი კვირის წინ იყო უკვე ჩინეთმა აქტიურად დაიწყო საკუთარი ინტერნეტის საკაბელო სისტემების შექმნა, გაყვანა. ჩვენ ვიცით დღესაც ჩვენ რომ მოგვეწოდება ინტერნეტი, ეს არის დასავლური კომპანიების, ისინი ფლობენ ამას და პრინციპში ისინი განაგებენ. ეს არის თავდაცვით სისტემის არნახული რაღაცა მექანიზმი, ანუ ჩინეთი რას აკეთებს? ჩინეთი აკეთებს იმას, რომ ქმნის ყოველგვარი რაღაცა აგრესიული ესეთი მილიტარისტული განცხადებების მაგივრად ის ქმნის ალტერნატიულ გზებს, ალტერნატიულ მიწოდებებს ახდენს ამ ყველაფრის და რასთავარია ქმნის ციფრულად იბრძვის, აბსოლუტურად არა პოლიტიკურად, არა პომპეზურად. აი პომპეზურობა ამ ყველაფერს აკლია. და იდეოლოგიური წნეხის გარეშე. იდეოლოგიური წნეხის გარეშე. აი ეს სხვათაშორის გავს ამერიკა-ბრიტანეთის ურთიერთობებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მე მინდა შეგახსენოთ, რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდშიც და შემდეგაც 80-იან წლებამდე ამერიკა იყო თავარი ინდუსტრიული სახელმწიფო მსოფლიოში. ამერიკა აწარმოებდა ყველაფერს, ისი წარმოებად შეიძლებოდა ამერიკა, სწორედ ამან გაამდიდრა ამერიკა და ამერიკის საგარეო პოლიტიკაც იყო განსხვავებული. აი გავიხსენოთ როგორი იყო 80-იან წლებამდე. მარშალის გეგმა, ეს კორეაში, კორეის ინდუსტრიალიზაცია, იაპონიის ინდუსტრიალიზაცია საკმაოდ დიდ თანხებს დებდა საკუთარი მოკავშირეების გასაძლიერებლად. რა ხდება 80-იან წლებში? 70-იან წლებში იწყება ეს კრიზისი ამერიკის შეერთებულ შტატებში და იწყება ორი მნიშვნელოვანი პოლიტიკა. პირველი პოლიტიკა ის არის, რომ აი რაც რუზველტის შემდეგ დაიწყო მეტნაკლებად სოციალური სახელმწიფოს და ინდუსტრიების შეწყობა, ეს უქმდება რეიგან ეკონომიკით და გადადის ინდუსტრიები იწყება სწორედ 80-იან წლებში გადაიტანეს აზიაში ეს ინდუსტრიები და მეორე საგარეო პოლიტიკაში წამყვანი ხდება NGO-ები. თუკი აქამდე თავარი იყო რაღაცა მარშალის გეგმისნაირი პროექტები, ამის შემდეგ თავარი გახდა უფრო იაფი და უფრო ეფექტური, მაგრამ რბილი ძალის გამოყენება, ისეთი რბილი ძალის გამოყენება, როგორიც არის NGO-ები. ამის შემდეგ იწყება NGO-ზიზაცია, ეგრევე ვთქვათ, NGO-ების NGO-ებით მართვა, მესამე, იმიტომ რომ მოდი სამხედრო ინტერვენცია ყოველთვის ძვირიჭდება. არ არის და ყოველთვის ეფექტური არ არის. ეს NGO-ებით მართვა იყო ყველაზე იაფი და ყველაზე ეფექტური. თუნდაც საქართველოს მაგალითზე ავიღოთ რამდენი წელი ისინი მართავდნენ ამ სიტუაციას. ეხლა არის სიტუაცია ისეთი, რომ ის უპირატესობები, რა უპირატესობებიც ჰქონდა შეერთებულ შტატებს, ის უპირატესობები დაკარგა. რაც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მოქმედებდა და მაგას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, საბჭოთა კავშირი რატო ვერ განვითარდა? საბჭოთა კავშირი ვითარდებოდა მეორე მსოფლიო ომამდე და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ცივი ომის კონტექსტში მას ჰქონდა ემბარგო მთელ რიგ ტექნოლოგიებს. ტექნოლოგიები არ შედიოდა და მან ვერ განავითარო ვერც სამოხმარებლო ბაზარი, სამოხმარებლო ტექნოლოგიები. კი, მას ჰქონდა მძიმე ინდუსტრია. არ გეთახმები სტატისტიკურად ყველანაირი მონაცემებით. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირი 70-იანების ბოლომდე იყო მეორე ზესახელმწიფო ეკონომიკის მოცულობითაც. ხოლო 80-იანების დასაწყისში დაიწყო გაუსწრო იაპონიამ, შემდეგ გერმანიამ და ასე შემდეგ. ეხლა კვლავ პარიტეტის მიხედვით მეხუთეულში არის. ამდენად არა, თავის ინდუსტრია ჰქონდა, ვერ არ დაგავიწყეს, რომ ვარშავის პაქტი იყო. აი ეს ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია, მესამე მსოფლიოს ქვეყნები, ამდენად იქ ჯეისონ ვენიკის სანქციო რეჟიმის არ მუშაობდა, ესეთი ეფექტური არ იყო და ეხლა იზოლაციაზე საბჭოთა კავშირის ზედმეტია საუბარი, ვერ მოახერხებდნენ. რუსეთის იზოლირებას ვერ ახერხებდნენ საბჭოთა კავშირი. მე სხვა რამეს ვიზახ, მე ვამბობ ტექნოლოგიური იზოლირება. ტექნოლოგიური თვალსაზრისით კარგად ზნობდა თავს. ვინაიდან კოსმოსური სახელმწიფო იყო, ელექტრონიკას განვითარებული იყო. ხო, მაგრამ ნახე, ეს მიმართულება ჰქონდა. იყო ძალიან მნიშვნელოვანი გარდამავალი. ეს არ არის თავარი თემა. მე მინდა დავუბრუნდეთ. მე მინდა დავუბრუნდეთ 80-იანების დასაწყისში ხდება ციფრული ახალი ინდუსტრიული თავი. რაც საბჭოთა კავშირი იყო ამოვარდნილი. ერთი წუთით ციფრულ ამან მოიტანა დიდი ცვლილება. ამას სხვა რამე მოიტანა, ეხლა ამაზე არ გვინდა. მე სხვა რამე, ესე იგი, მე კიდევ ერთხელ მინდა რომ დაბრუნდეთ იმ თემასთან, იმიტომ რომ ეს თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ თუ ვინმეს გონია რომ ის 2-3 კვირაში მორჩება ეს ამბავი ისე არ მორჩება. რატომ გადაწყვიტა თუ ლიბერალებმა რატომ გადაწყვიტეს რომ ეხლა უნდა გამოიცხადებინათ ომი ტრამპისთვის?
რა ხდება ამისთან, შენ ახლა თქვი თვითონ ხო, რომ იქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ეს თითქოს და ემთხვევა აი ამ კონფლიქტს, რომელიც ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ჩემთვის მოულოდნელი იყო თვითონ ასე, რომ ძალიან სწრაფად განვითარდა, თორე ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა და მოხდება კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ მასკმა მოინანია ეს ყველაფერი, მაგრამ ტრამპის და მასკის დაპირისპირების ვერსიას ესე ჩანდა, რომ всё, ესე იგი მორჩა ეს ლიბერალური დემოკრატიული რაღაც ეს ისტებლიშმენტი მიდის, ჩვენ გავიმარჯვებთ და ეხლა ან კრიპტოები, ან ტრადიციონალისტები გაიმარჯვებენ ამ ბრძოლაში, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა, ეროვნული გვარდიის გამოყენება, საკმაოდ ეს მიუხედავად იმისა, რომ სან-ფრანცისკოს სასამართლომ გაამართლეს გადაწყვეტილება, მაგრამ მაინც ზღვარზეა და მეორე განხილვა არის ერთ თვეში. ის რაც ხდება ნიუ-იორკში, ის რაც ხდება ტეხასში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ეგ ვიზუალურ იმას რომ ნახავთ ხო იქ ნახავთ მექსიკის დროშებს იქ ნახავთ მაოისტების დროშებს საბჭოთა კავშირის დროშებს რაც გამორიცხული რომ ის იყოს დადგმული და პროვოკაციული ან შეგზავნა არა მაგას მნიშვნელობა მე გეუბნები აი ნახ გადახედე უბრალოდ და პარალელები შენ ხო თქვი რომ ის რასაც ხედავთ ეხლა რაც ის რაც ხდება შტატებში ეს ჩვენთან ხდებოდა წლების განმავლობაში და ჯერ კიდევ მიმდინარეობს ნუ ეხლა არა იმ ინტენსივობით მაგრამ მთელი ეს ინსტრუმენტები და შეგახსენებთ კიდევ ერთხელ თუ მოგახსენებთ ტრამპმა დღეს თქვა რომ იმდენად ორგანიზებული წინააღმდეგობა დაგვდა იმდენად პროფესიონალურად მოქმედებენ რომ მე მაქვს ეჭვი რომ ის მათ ვიღაცა აფინანსებს აი მათ ვიღაცა აფინანსებს აქ შეიძლება მრავალი ვერსია იყოს თუ ჩინეთთან ჩავარდა ეს მოლაპარაკება ან ირანთან შეიძლება თქვას იქ სხვათა შორის ხამასის დროშაც იყო პალესტინელების დროშაც იყო ნუ LGBT ხო ყველგან არის და რა თქმა უნდა იქ იქნებოდა მაგრამ ან შეიძლება დააბრალოს მექსიკას ან შეიძლება დააბრალოს ჩინეთს, ან შეიძლება თქვას, რომ ესენი არიან აი ეს რაღაცა ირანთან ერთად რაღაც ეს მარგინალური ზალები, ხო? ანუ ამას ექნება განვითარება და ეს განვითარება შეიძლება იყოს გადამწყვეტი ბევრ საკითხთან დაკავშირებით. შეგახსენე მასკი და მე მინდა პროდიუსერს თხოვ, ეხლა მასკის აი ეს პირველი პოსტი რაც გურამამ პრინციპში თქვა უკვე, მაგრამ მოდით ვნახოთ. აი საკუთარ პლატფორმაზე გუშინ აქვეყნებს ეგეთ ბეტულიშვილის მონანიებაა. სადაც თქვა რომ სინანული გამოთქვა წინა კვირაში აი ტრამპის მისამართ გამოქვეყნებული პოსტების გამო და მანამდე კაცრად გააკრიტიკა კალიფორნიის გუბერნატორი ნიუსომი და გამოაქვეყნა ტვიტი, რომელიც ეხება მედიას და ესე ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან წააგავს იმ პროცესებს, რა პროცესებიც ჩვენთან მიმდინარეობს. მოკლედ, აი ის ტვიტი გვანახეთ, სადაც მედია გააკრიტიკა და მეც მანახეთ რა. ეკრანზე, რომ მაგალითად ის თუ როგორ აშუქებს, ეხლა როგორც ვიხსენებ, ის თუ რა ხდება სინამდვილეში და როგორ ახერხებს ტრადიციული მედია ამის გაშუქებას, ეს არის გასაოცარი წერს მასკი, ანუ თავის გაკვირვებას, გაოგნებას არ მალავს. ნუ იმიტომ რომ ჯერ მას არ უცხოვრია საქართველოში, ის არ უნახავს და ამას ეხლა აკვირდება. და კიდევ ერთი ვიდეო, სადაც არის რობოტები მასკის რობოტები, ახლა ნახეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ნიშანდობლივი ვიდეო, რომელსაც აქვეყნებს 2 დღის წინ უკვე ეს ამბავი არის ატეხილი ამ კალიფორნიაში. პირველად თქვენ ხედავთ რობოტებს, რომლებიც იყენებენ იარაღს. მასკი აწვდის თოფს, იღებს თოფს მეორე რობოტისგან ის მსროლელი და ახორციელებს რაღაც შეტევას, ესე იგი, სხვათა შორის მასკის ტესლაზე რა. აი მოდელზე, ერთ-ერთ მოდელზე. ანუ პოლიგონზე უკვე გამოჩნდა რობოტი, რომელიც ახორციელებს აი ამ ეროვნული გვარდიის ან სხვა ფუნქციებს. ესე ძალიან მნიშვნელოვანია. და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მეგობრებო, თქვენგან მინდა კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ ამ თემას. აი ხა ნახეთ. მასკი ჩვენ ხო ვიცით ეს არის ეს ცნობილი PayPal-ის მაფია, იქ იარვინი ყავთ იდეოლოგი, იქ არის ტილი, იქ არის სხვათა შორის დევიდ საქსი, არა ჯეფრი საქსი, არამედ დევიდ საქსი, რომელიც არის კრიპტო მეფეს ეძახიან და თეთრ საქსში სწორედ ეს მიმართულება მიყავს. რა თქმა უნდა, მთელი ეს ტექნო ელიტა დადგება
ტრამპის გვერდით, ვინაიდან ეს არის ეგზისტენციალური ბრძოლა და მე ამ თვალსაზრისით მაინტერესებს თქვენი აზრით. ტრამპი ბოლომდე წავა და ბოლომდე შეეცდება განადგურებას და რასაც ნიუსტომ მიყვირის, რომ მას უნდა დიქტატურის დამყარება, მას უნდა დემოკრატია საფრთხეშია დავიცვათ ეს დემოკრატია. ჩვენ შეგვიძლია საუბარი იმაზე, რომ წარმოუდგენელი რამ მოხდეს და აი არსებული შტატები, ზოგი რესპუბლიკას ეძახის, ზოგი კონფედერაცია, ზოგი ფედერაცია და ასე შემდეგ. შეება თავის არსებობას აი მორჩეს უკვე ძალიან ძნელი იქნება ეს ომის გარეშე, ჩვენ ვიცით რომ ეს გაერთიანებასაც თავის დროზე სამოქალაქო ომი ახლდა. დღეს ახლა ეს ჩვენ ვიცით რომ ორი ამერიკა არსებობს, საზღვაო სანაპირო ამერიკა და ის შუა ამერიკა, ძირითადად კონტინენტური, მაგრამ ეხლა შესაძლოა ეხლა ვნახე, აი ეხლა შენ რო ლაპარაკობდი ეგ ტელეფონში ეგ კლიპი ძალიან საინტერესოა სიმბოლიკის თვალსაზრისით, აბსოლუტურად ყველაფერი არის. რომელ კლიპზე? აი ეს ეხლა რობოტებზე რა თქვი რა, ყველაფერია გარეკლამებული, რობოტი იხურავს სომბრეროს, ანუ ამერიკულ ქუდს, კაუბოის, ერთი ხელში უჭერავს ავტომატი ტომპსონი, ეს ყველაფერი ალუზიასა ჩენს იქ, რომელსაც იქ 30-იან წლებში ფართო მოხმარება ქონდა და ეს ორი რობოტი ერთი აწვდის, ანუ შეუძლია მიწოდება, იმას შეუძლია სროლა, ისვრის პროფესიონალურად ესვრის ამ მანქანას. საიდანაც სროლას რჩება ეს დაცხილულია მთლიანად, მაგრამ მანქანას საბოლოო ჯამში არაფერი არ მოსდის და იქიდან გამოდის ჭყალებში ცოცხალი რობოტი, ხო, ანუ არ დაზიანდა ის. მანქანის რეკლამაც არის, ტესლას რეკლამაც არის და ეს ძალიან სერიოზული განაცხადია. ისევ დაუბრუნდა იმ თემას, როცა ეს გაყოფა დაიწყო ტრამპის და მასკის, პირველი განაცხადი რაც თქვა, იყო აბსოლუტური სიმართლე, რომ არა მე ტრამპი არჩევნებს ვერ მოიგებს. ყველაზე კარგად ეს იცის დონალდ ტრამპა. მე მინდა მსმენელს გავახსენო, რომ ანუ ოფიციალური ინდორსმენტი, ანუ ღია მხარდაჭერა მასკმა ტრამპს გამოუცხადა იმავე საღამოს, როდესაც ტრამპს აი ეს ყველაზე ისეთ ხმაურიანი თავდასხმა მოუწყეს, ხო, როცა ყურში გაუარა ტყვია, კიდაღამ მოკდა, ხო? აი სწორედ მაშინ დაუწყო და აი იმ მომენტში პრაქტიკულად ტრამპი იყო აბსოლუტურად გაკოტრებული. ანუ მის წინამდებ საქმეები ასობით მილიონით დაჯარიმებული, მას არ გააჩნია პრაქტიკულად არანაირი ესეთი ღია მხარდაჭერა, ანუ ხალხის გარდა, ელექტორატის გარდა მას არაფერი არ გააჩნია და ყველანაირად ცდილობენ და ბოლოს უკვე კიდაღამ ტვინის გაასხმევინეს, ხო ესეა. აქედან გამომდინარე, სწორედ აი ამ ყველაზე რთულ მომენტში აღმოჩნდა ეს მასკი ღიად მხარდაჭერილი თავის ფინანსებით და რაც თავარია, თავი თვითონაც საკულტო ფიგურა არის და აი ამ ალიანსმა ეს რეალურად მოიგო და ის აბსოლუტურად მართალია. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვლაპარაკობთ, ტრამპს მაინც განვიხილავთ ასაკის გამო პირველ რიგში მყინვარულად და მას ცოტა სხვანაირი გზა გავლილი, რომელმაც აი ეს წესრიგი უნდა დაანგრიოს და მოლოდინი არსებობს, რომ ის მართლაც ატარებს პერესტროიკას, უბრალოდ კითხვის ნიშანი ჩვენ ამ თემებზე გვილაპარაკი არის იმაში, რომ ეს პერესტროიკა ამერიკასაც დაანგრიოს და მოიყოლებს და ამ პერესტროიკიდან ამერიკა გამოვა და მივიღეთ სრულიად სხვა ტიპის განსხვავებულ ამერიკას. მაგრამ მიმდინარე სეზონი ჩვენ უკან ნახობს და ეს არეულობა რას რომ პროცესების დანახვა ხშირად მაყურებელი მიჩვეულია რომ აი ეს უყურებს მომხდარ ამბებს და უი ცდილობს მე აღმოჩნდეს და მოარგოს, მაგრამ ის ვინც ხელს უწყობს ამა თუ იმ პროცესს ისინი ითვლიან ამას სტრატეგიულად, ანუ მომავლიდან პირიქით აქეთ აწმყობდე, რა თქმა უნდა, მთავარი ინსტრუმენტი ჯერჯერობით არის არჩევნები. ჩვენთანაც ყველა პროცესი ეს დაგეგმილი არის არჩევნების კონტექსტში, მნიშვნელობა არ აქვს, ვიღაც პარტია ბოიკოტს აცხადებს თუ მონაწილეობს, ხო, მათ იციან, რომ საზოგადოება არის გაყოფილი, ესე ვთქვათ, ერთ მხარეს არის ადამიანები, რომელსაც უნდა მშვიდობიანი ქვეყანა და რაღაცა ესეთი განვითარება, მაგრამ არსებობენ გარკვეული ძალები, რომ მთავარი არის აი აქ მოახდინონ ცვლილება, რევოლუციის გზით, არეულობის გზით არ აქვს მნიშვნელობა. ყველაფრის ინსტრუმენტალიზაცია ხდება ამისათვის. აი ეს წეგან ჩემი მიერ ხსენებული დადგმული შოუ ნაციონალური მოძრაობის მიერ, რას ემსახურებოდა ერთ-ერთი იარლიყის გაჩენას, რომ აი საქართველოს დღეს ხო იყო რუსეთის გადავიდა ახალ საფეხურზე, ამას ქვია კადიროვიზაცია. იმისათვის რომ მათ ცალაპარაკო ერთგვარად არსენალში ეს ტერმინი გაჩენილი ხო მათ მხოლოდ აი ეს შოუ დადგეს მხოლოდ ამისათვის ხო ეხლა აქედან მინდა რომ ის პარალელი გავაკეთო რომ 2026 წლის შუალედური არჩევნები როდესაც წააგეს დემოკრატებმა იქ მაშინ პირდაპირ თქვა რომ იცი ჩვენ ეხლა დემოკრატების think tank-ების მიერ რომ ჩვენ ეხლა ვერაფერს ვერ ვიცით ჩვენ რაღაცა დრო უნდა ვაცალოთ რომ ტრამპმა და მასკმა გააკეთონ ის ყველაფერს საკეთებენ უკვე ილაპარაკა იმ ურთიერთ გამორიცხავ რა გაქვს სურვილი და რეალურად რას დგამდა ეს ნაბიჯს დგამდა ეს რომ არ მიდის ხო ამ მიზანთან მაგრამ მათ უნდა ვაცალოთ ეს შეცდომები დაუშვეს დაგროვდეს რომ მერე ჩვენ გქონდეს შანსი ერთგვარი კამბექის ხო ხდები ისე ამოცემულობაში ეხა ახალ მოგებულ ტრამპს ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზამთ და რაღაც მომენტში პრაქტიკულად ყველა ეს ნაბიჯი 100 დღე გავიდა ყველა ამის 200 დღე გავა
გააკეთა ტრამპმა რაც გააკეთა და რაღაცა მომენტი გამოჩნდა, რისთვისაც იწყება ეს პროცესი იმისათვის, რომ დემოკრატებმა დაიწყონ იმ ახალი ბაზის მშენებლობა, რაც შუალედურ არჩევნებს და იმიტომაც იყო ის ვიდეო რაც ჩვენ უკვე დაიწყეს პროცენტებში ანგარიში, უკვე წავიდა ეს ტვინის რეცხვა, ის შემცირდა, ეს გაიზარდა მხარდაჭერები, ეს პროცესი უნდა მივიდეს აქამდე. ამიტომ ამ ხრივ ჩვენ და ამერიკა რაღაც ერთნაირ ტრეკზე ვზივართ. უნდა ითქვას ერთი მომენტი, რომ შეერთებულ შტატებში სამოქალაქო ომის პრელუდია, ესე ვთქვათ, ეს არ არის კლასიკური გაგებით სხვა ქვეყნებში როგორი შეიძლება იყოს სამოქალაქო ომი. ეს არის რასობრივი ომი პირველ რიგში. ეს არის რასებს შორის ომი და ჩვენ ხედავთ, რომ ამერიკა როგორც სახელმწიფო თავის დროზე იყო უფრო მეტად აი პროტესტანტული, ქრისტიანული რაღაც ღირებულებების და ის ადამიანები, რომლებიც ჩამოდიოდნენ, რომლებიც არ იყვნენ თუნდაც პროტესტანტები, ასიმილირდებოდნენ მარტივად იმ საერთო კულტურაში, პროტესტანტულ ეთიკას ქვია. ეხლა აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია. ეხლა არის ის სიტუაცია, რომ ლათინური ამერიკიდან, მექსიკიდან ჩამოსული ადამიანები არათუ არა ასიმილირდებიან ამ კულტურას. არამედ ქმნიან აბსოლუტურად ძლიერ ავთენტურ და საკუთარ, ესე იგი, ძლიერ კულტურულ ფესვას, რომელიც ქმნის ამ კულტურულ დაპირისპირებას თვითონ შეერთებულ შტატებში. და ამის გარდა ამის პარალელურად იმ თამაშებმა, ესე ვთქვათ, ლიბერალების თამაშება იდენტობებზე და რასობრივმა, ესე იგი, კრიტიკულმა რასობრივ თეორიამ გააქტიურა ისეთი საკითხები, რომელიც აქამდე მიძინებული იყო, ხო? გააჩინა, ესე იგი, რასობრივი სიძულვილის ენა იმის მიუხედავად, რომ ამას პოზიტიურ დისკრიმინაციას ეძახდნენ, ხო? მაგალითად, შავკანიანი მოსახლეობას გააჩინა ესა და ჩვენ ხედავდით წინა წლებში, თუ როგორი იყო ეს მოძრაობა და ჩვენ დავინახეთ, რომ მნიშვნელობა არ აქვს ის ადამიანი იყო თუ არა, ესე იგი კრიმინალი, რადგან შავკანიანი ადამიანი პოლიციამ შეიწირა, ეს უკვე აღიქმეოდა ავტომატურად როგორც რაღაცა სამოქალაქო ომის და ხელისუფლების ტირანია, ხო? და ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ თავის დროზე მოდი ისე ვთქვათ რა, რატომ დაიწყო ეს იდენტობების თამაში? საიდან მოდის ეს იდენტობების თამაში? გააქტიურა, რა თქმა უნდა, ეს თეორიულად ამერიკულ უნივერსიტეტებში ყოველთვის იყო, მაგრამ პრაქტიკაში პოლიტიკურ დღესდღეობით ის წამოვიდა 2008 წლის შემდეგ, დაიკავება ვოლ-სტრიტის შემდეგ. დაიკავება ვოლ-სტრიტმა აჩვენა, რომ საზოგადოება რაღაც ეტაპზე იყო ერთიანი ფინანსური ელიტების წინააღმდეგ. ამის შემდეგ ფინანსური ელიტები, დიდი კომპანიები იწყებენ აი ამ რაღაც კულტურულ ლიბერალიზმის გაძლიერებას, ხო? და ახალისებენ ისეთ პოლიტიკებს, როგორც რაღაც გენდერიზმი, რაღაცა მილიონი, რაღაცა სქესის და გენდერის პოლიტიკა, შავკანიანების, ესე იგი, რაღაც რასობრივ თეორიებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რატომ? იმიტომ რომ დაეშალათ საზოგადოება და ეს ენერგია, რომელიც იყო მიმართული ამ ფინანსური ელიტების წინააღმდეგ, ყოფილიყო დაშლილიყო და დასუსტებული ყოფილიყო. ერთმანეთს საკუთარი თავი ამოიჭო. მათ მიაღწიეს ამას. აი დღეს ჩვენ ხედავთ ამერიკას, ამერიკულ საზოგადოებას, რომელმაც საკუთარ თავს ჭამს ეხლა, ხო და არა აქვს. ანუ შენ ამბობ მოკლედ თქოთ, რომ იმდენად იყო უმცირესობებზე, სხვადასხვა ტიპის უმცირესობებზე პოლიტიკა მორგებული და იმდენად ფრაგმენტაცია მოხდა საზოგადოების, რომ პრაქტიკულად უმრავლესობა აღარ დარჩა. თუ უმრავლესობა დარჩა და ყველაფერი ფრაგმენტირებულია, ბუნებრივად წარმოიშვა რაღაცა ისეთი კონფლიქტები მათ შორის, რომელიც მანამდე გათვლილი არ იყო. და ელიტებმა უსაფრთხოება კი მოიპოვეს ამით, აი სოციალური უსაფრთხოება, მაგრამ სახელმწიფო შეერთებულ შტატებმა არათუ უსაფრთხოება არ მოიპოვა, არამედ დაკარგა საკუთარ დომინაციებ ამ პროცესში. ანუ იმდენად ითამაშებს აი ამ დაშლაზე საზოგადოებას, ხო ხელოვნური პროცესი იყო ეს მთლიანად ეს. ხო, ერთჩენილებას გაიჩიფრა, როდესაც თქვა საზოგადოების პატარა ჯგუფები ერთმანეთს უპირისპირდებიან და თქვა ზიზღის გენერირება ხდება, უცებ აღმოჩნდა, რომ Facebook-ი, სადაც ეს არის ერთი დიდი სივრცე, სადაც მთელი ეს ომები მიმდინარეობს, თუმცა Facebook-ი როგორც ალგორითმი, ისე აწყობილი, რომ სწორედ აქედან აგენერირებს მოგებას. და აი თუნდაც Facebook-ი რო ავიღოთ, Facebook-ზე ყველაზე ისეთი სოციალური მედია, რომელიც ადამიანს კეტავს და მეორე მხრივ ქმნის ამ სოციალურ დაპირისპირებებს, ანუ ეს არა, ეს ხო ვიცით რომ არ აღია სფერო, ეს ერთი მხრივ ეს ერთი მხრივ ცენზურა არის, ეს ერთი ნაწილი და მეორე მხრივ ალგორითმი ისე არის აგებული, რომ შენ ველზე როგორც კი უცხო შემოდის, რაღაცნაირად აგრესიული ფონი იქნება. ანუ საზოგადოების ცნობიერება ჩაკეტა რაღაცა ვიწრო სექტანტურ რაღაცა გაძლიერებს ის რაც შეიძლება მორწმუნე იყოს იმ თავისი რა თქმა უნდა და
ეს იყო სწორედ მარგინალების გამარჯვება. მარგინალებს რა უნდათ, რომ ესეთი სივრცეები შეიქმნან. საზოგადოებას ესეთი რაღაცა ხო არ უნდა რეალურად ყველა საზოგადოებაში რა თქმა უნდა არის სოციალური დაპირისპირება, უთანხმოები, მაგრამ არის ფონი, რაღაცა ფონი, რომ აი ამ ფონის იქით ანუ რაღაცა ღირსების და მორალის და ეთიკის ნორმები იქნება, რომ ამის იქით მე შეიძლება შეიძლება პოლიტიკურად განსხვავებული იყო, მაგრამ რაღაცას არ გაკადრებ, ხო? ანუ არსებობს რაღაცა რაც გვაერთიანებს და აღარ დარჩა და აღარ დარჩა და ეს იყო აბსოლუტურად ხელოვნურად გაკეთებული. ეს იყო აბსოლუტურად ხელოვნურად გაკეთებული, იმიტომ რომ ამერიკულ ელიტებს, კორპორაციებს, deep state დავარქვათ, შეეშინდა იმის, რომ შეიძლება საზოგადოება ესეთი ერთიანი რომელიც იყო, რომელიც გამოდიოდა მის წინააღმდეგ, შეიძლება რაღაც ლეგიტიმური შეკითხვები დაეშო და ეხლა ნახე რა ხდება ამერიკაში. თანამედროვე ტექნოლოგიის საშუალებებით, რაც სოციალური ქსელი ქვია, პოზიტიურად გამოეყენებინა, ადვილად გაერთიანებული იყო. ჩვენ გვახსოვს ეგვიპტეში ამის მაგალითი ტვიტერით მიდიოდა მაშინ, ხო გახსოვს? ეგვიპტეში, ტუნისში და ყველგან. ბევრგან და უცებ ეს ემუქრება, ხო, შენ ხელში ბევრი ინსტრუმენტი, ეს უნდა იყოს გაკონტროლებული ეს საზოგადოება, ხო? იმიტომ რომ ტექნოლოგიური ცვლილება ამდიდრებს ადამიანს და უფრო მისაწვდომს, ჩვენ ბავშვობაში წარმოიდგინეთ, მარტო ფუტურისტული იმაში იყო, რომ შენ ტელევიზორი გაქვს ჯიბეში და ჩვენთვის ახლა ეს ყოველდღიურობაა, ჩვენ ბავშვმა არც იცის, რომ სვანელი სამყარო არსებობდა. მაგრამ გარდა ამის აქ შემოდის ყველა ელემენტი, კი ბატონო, ამაში გლობალური ელიტა ამას ცდილობდა, ამას აკეთებდა, ეს გლობალური ელიტა გაიგივებული იყო ფინანსურ ელიტასთან, მაგრამ მას შემდეგ რაც გაჩნდა ახალი ციფრული ტექნოლოგიები, რაც გაჩნდა ბოლოს და ბოლოს პალანტირი, რომელიც არის ტილის საკუთრებაში და რომელსაც შეუძლია ციფრული პორტრეტის შექმნა ნებისმიერი ადამიანისგან, ის რა თქმა უნდა იყენებს ამ გაჯეტებს და სოციალურ ქსელს, მის იდენტიფიკაციას და ზუსტად მისთვის სასარგებლო და მისაღები მოდელის ამოხმარებლო მოდელის შექმნა, ხო? ეს უკვე არღვევს ამ ბალანს ელიტებს შორის. აქ ფინანსურ ელიტას სწორედ ეს ელიტა უპირისპირდება, რომელიც აი ხვალზე არის დაგეგმილი კონგრესში მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანი კანონის იგულისხმება სტეიბლკოინის დაკანონება, როგორც ერთ-ერთი სარეზერვო საშუალება, როგორც კრიპტოვალუტის, რომელიც იქნება გამაგრებული მათ შორის აი ამ ქაღალდის დოლარით და ოქროთი. ხო, ამან შეიძლება გარკვეული სხვათა შორის ბევრი გამოთქვამს ასწრებს, რომ ეს ინსპირირებული რაღაცა ამბოხი, თითქოს ამბოხი იმაში კალიფორნიაში თითქოს და ტრამპს აძლევს ხელთ, ვინაიდან ძალიან ბევრი ხედავს მსგავსებას 1913 წელთან, როდესაც მიიღეს კანონი ამ ფედერალური სარეზერვო სისტემის შესახებ, როდესაც დააკანონეს ის, რომ პრაქტიკულად მთელი საფინანსო სისტემა ამერიკის შეერთებული შტატებში არის კერძო კომპანია, კერძო პირების ხელში. მოკლედ, აქ არის ძალიან ბევრი დაპირისპირება, მათ შორის ელიტებს შორის და ამ ყველაფერს ჩვენ ვხედავთ. ამერიკაში ხდება ის, რაც ამერიკა თვითონ აწარმოებდა, მათ შორის საქართველოში და ბოლო კითხვა, აი საქართველოს რომ მივაბად. ნახეთ, ეხლა იქ რას ვხედავთ, კიდევ ერთხელ ვთქვათ რა, ეს ჰამასი არაბი აქტივისტები, ეს სხვადასხვა, ესე იგი LGBT რაღაცა თემი, მექსიკელები, არა მხოლოდ მიგრანტები, მკვიდრი მოსახლეობა, რომელიც 3-4 ხო შევახსენოთ, რომ კალიფორნიას, ტეხასის და ნიუ-მექსიკოს იყო მექსიკის შემადგენლობაში ჯერ კიდევ რაღაც 100 წლის წინ, ნუ მეტის. ხო? ანუ ბევრი და რა თქმა უნდა სოციალური აქტივისტები, რა თქმა უნდა დრაგერები, ეს რაც შეეხება ამერიკას. ჩვენთან ეხლა, ნუ ეს არ ვიცი, დრაგერები არ მგონია რომ იღებენ მონაწილეობას, მაგრამ NGO სექტორი აქტივისტები, აი ეს NGO ორგანიზაციები, რომელსაც ინგლისის მაგალითად ინგლისმა ვის მიმართაც შეწყვიტა, ხო, დაფინანსების წარმოება. მოკლედ, მე რა მაინტერესებს, აი ეს სოციალური კომპოზიცია ამ პროტესტის, ნუ ძალიან გავს ერთმანეთს რა. ფიქრობთ თუ არა, რომ აი ამ კომპოზიციის მქონე, აი ამ სოციოდემოგრაფიული რაღაცა პარამეტრი, ამ ფსიქოლოგიური პარამეტრების მიხედვით თუ კი შევქმნით პორტრეტს, ხო? ამ ძალას, ანუ აი ამ ინსურგენტებს გულისხმობ რა, აი ჩვენს პროტესტულ პუბლიკას. რამდენად შეძლებენ ისინი რაიმე წარმატების მოპოვებას? აქვთ რა საერთოდ წარმატების შანსი თქვენი აზრით? მოდი თითო წუთი. გურამ. არც მე ნუკრის დაუთმობ. დღეს ზუსტად ვიცოდე. აქვს თუ არა შანსი? ამ ღირებულების, ამ мотиваციის ჩვენ ახლა ვიმყოფებით პერიოდში, როდესაც ყველაფერი იცვლება ძალიან სწრაფად და არა მარტო სოციალურად, არამედ
აი ამ კონფლიქტების შემდეგ, რომელიც როგორც შიდა, ისე, აქ საუბარია რუსეთ-უკრაინის ომზეც და ასე შემდეგ, ჩვენ შევდივართ უკვე პროცესი ახალ ტექნოლოგიურ ეპოქაში შევდივართ. იმ ტექნოლოგიურ ეპოქაში შევდივართ, სადაც მოდი ესეთი ვაღიაროთ რაღაცები და თქვათ, რომ დემოკრატიისთვის სახარბიელო ტექნოლოგიურ პარადიგმაში არ შევდივართ. არა, სხვა იქნება. იმიტომ რომ დემოკრატიას თავის დროზე ხო ხელი შეუწყო იმან რომ ცეცხლსროლი იარაღი გაჩნდა და სარაინდო ფეოდალური არმიის დამარცხება შეუძლია. პრესა გაჩნდა, რომელიც ხელმისაწვდომი იყო და იდეოლოგიურად გავრცელდა. ეხლა ხელოვნური ინტელექტი, რომელიც კონკრეტული კომპანიების ხელში იქნება, სოციალური მედია, რომელიც კონკრეტული კომპანიების ხელშია და სახელმწიფო სტრუქტურების ხელშია, იმდენად დისბალანსია საზოგადოებასა და ამ კორპოროკრატიას შორის, რომ დემოკრატიული რაღაც ბერკეტები მკვეთრად სუსტდება. და უფრო მეტად იზრდება და მით უმეტეს ელიტებს გაუჩნდათ ცოდნა ადამიანის კოგნიტიური ქცევების, ისინი ძალიან წყინვალად მართავენ ადამიანის კოგნიტურ ქცევებს, ის რაც ხდება კალიფორნიაში ამის ნათელი დადასტურება ამის, ეს რაც ხდებოდა საქართველოში ამის ნათელი დადასტურება და აი ამ პროცესში შეძლებენ თუ არა ელიტები, რა თქმა უნდა, ელიტებმა მიაღწიეს საკუთარ რაღაცა სიმაღლეებს ეხლა, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაც ავეწყდებოდ. ყოველთვის, როდესაც შენ იწყებ საზოგადოების რაღაცნაირად დეგრადაციას გარკვეულწილად, რა, ეს ელიტებს ყოველთვის ბუმერანგივით უბრუნდებათ. მე მოველი, რომ ადრე თუ გვიან ელიტებს დაუბრუნდებათ ის იარაღი, რა იარაღი თვითონ შეგნეს სხვების წინააღმდეგ. ამერიკას ეს რო დაუბრუნდა უკან, ეს ფაქტია, ხო? ამერიკაში ხდება ის, რასაც ამერიკა აკეთებდა სხვა ქვეყნებში. და ეხლა უბრალოდ როგორც მართავენ ამ პროცესებს ეს ელიტები დაუბრუნდებათ ადრე თუ გვიან უკან. ხედა უკვე რომ ზურაბ თვალური ჩვენი საინფორმაციო მენეჯერი ამბოხებული პალესტინელის მზერით მიყურებს, ამდენად ვამთავრებთ ვებშიდობები ჩვენს მაყურებელს, ხვდებით პარასკევს ერთმანეთს, ხოლო აი აქ ეპშტეინის კუნძულზე შევხვდებით კვლავ ერთმანეთს. მომავალ 4 შაბათს ამდენად კარგად ბრძანდებოდეთ.